პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღედ აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებები ქარელსა და მის რაიონში თითქმის ყველგან გაიმართა. თუმცა ეს დღე განსაკუთრებით საზეიმო დვანის საბავშვო ბაღისთვის იყო. ეს საბავშვო ბაღი წელიწადნახევრის განმავლობაში გაჩერებული იყო და არ მუშაობდა. ამის მთავარ მიზეზი ეკონომიური გაჭირვება იყო. დვანის საბავშვო ბაღი 11 წლის წინ იქნა აშენებული. ამ ხნის განმავლობაში იგი არაერთხელ იქნა დახურული სხვადასხვა მიზეზების გამო. ამჯერად მისი განახლება საბავშვო ბაღის გამგემ ინგა კოპაძემ შეძლო ადგილობრივი საკრებულოს მხარდაჭერით. გახსნა კი 1 ივნის ბავშვთა დაცვის დღეს მოხერხდა. პატარებს ბაღის გახსნასთან ერთად ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეც მიულოცეს. საბავშვო ბაღის გამგემ, რაიონული გამგეობის წარმომადგენელმა და ადგილობრივი საკრებულოს გამგებელმა. შემდეგ პატარებმა უფროსების დახმარებით სახლ-დახელო ზეიმი მოაწყვეს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებმა წელიწადნახევრის შემდეგ პირველად შეაგეს ბაღის კარები, მაინც მოახერხეს ლექსების თქმა, ცეკვა სიმღერა და გახსნასაც საზეიმო ელფერი შემატეს. საბავშვო ბაღის ხელმძღვანელობასთან და ბავშვებთან ერთად საზეიმო იყო თავად ამ ბავშვების მშობლების განწყობილებაც. სიხარულეა, ჯერ ერთი იმიტომ რომ 1 ივნისია საერთაშორისო ბავშვთა დაცვის დღე და თანაც ამ დღეს გაუკავშირეს სოფელ დვანში საბავშვო ბაღის გახსნა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბაღის გახსნა, იმიტომ რომ მე პედაგოგი ვარ, მუშაობ სკოლაში და მინდა რომ ბავშვები ნორმალურად აღიზარდნენ ჩემი მუშაობის პერიოდში. მის შემდეგ პატარებს საჩუქრებიც გადასცეს. მიუხედავად იმისა, რომ აქ წელიწადნახევარია შეწყვეტილი ამეცადინეობა, შენობაც და ინვენტარიც კარგადაა შენახული. პატარები ამ შენობას უკვე 2 ივნისიდან აახმაურებენ.